მოგესალმებით. როგორ ხართ, ჩემო მეგობრებო? კიდევ ერთხელ გილოცავთ ქრისტე აღსდგა. ამ ბრწყინვალე დღესასწაულებს, ბრწყინვალე შვიდეულია და იმედია ყველანი კარგად ხართ, კარგად ჩაიარა ყველაფერმა, რაც თავარია მშვიდობაა და მშვიდობა იქნება. ვინატროთ, ვითხოვოთ მშვიდობა მთელს ქვეყანაზე. და მშვიდობა თქვენ და ეხლა ვნახოთ რა ენერგიებში ხართ ჯერ თქვენ, ჩემო საყვარელო ადამიანებო. ვინც ეხლა შემოხვედით ჩემს live ვიდეოში, რა ენერგიებში ხართ თქვენ? რაღაც საქმეები დაგროვებიათ. ოჯახური რაღაც შეხვედრების სიტუაციები, გასაგებია სუფრები, რაღაც სტაბილური რაღაც საქმეები გაქვთ წინ მოსაგვარებელი. რაღაც მომენტში მარტო იგრძენით თავი თითქოს. რატომ? ბევრი საქმეების გამო დაგროვდა რაღაც საქმეები, რომელიც მხოლოდ თქვენი გასაკეთებელია. რაღაც წინააღმდეგობები გაქვთ წინ, აბა რა გამოწვევები გაქვთ, რა წინააღმდეგობები გაქვთ. თქვენ ყველაფერს შეძლებთ, ჩემო კარგებო. გამოიყენეთ თქვენი გონება, ჭვერტმეტყველება, საღი აზრი, იმიტომ რომ თქვენი სიტყვით, თქვენი გონებით, დიპლომატიით შეძლებთ, რომ ასე ვთქვათ, მოათვინიეროთ ყველაზე ესეთი მხეცი ადამიანიც კი. სიტყვას აქვს ძალა, ამიტომ თქვენ ხართ ძლიერები. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ხართ ქალები, გაქვთ ესეთი დაჯილდოებული სამყაროსგან ინტუიცია, რომელიც ყველა ქალს აქვს და რაც თავარია, გამოიყენეთ თქვენი შესაძლებლობები ქალური რაში, დატკბით, იმოქმედეთ, ანუ რაში და 4-ვე სტიქია შეგიძლიათ მართოთ, თავისუფლად გახდით მაგები, ანუ რას ნიშნავს მოქმედი ადამიანი, ანუ შემოქმედი, ხო? ძლიერი, ენერგიული, ხო, აქ ლაპარაკია რაღაც ტყუილზე, რაღაც ღალატზე, რაღაც გულგაცრუებაზე მამაკაციდან. თქვენი ენერგიები ასე თუ ისე ვთქვით, ყველაფერი წინ გაქვთ კიდე რაღაც იდეები განსახორციელებელი და სამყარო გიდასტურებთ და გეუბნებათ, რომ კი ბატონო, წადი წინ, არ დაიხიო უკან, ყველაფერი გამოგივა. თავარია შენი ენერგია სწორად მიმართო, ჩადო და კონცენტრირდე იმ ერთზე, რაც შენთვის მნიშვნელოვანია. ეხლა ვნახოთ ის ადამიანი, ვიზეც თქვენ ფიქრობთ და ფიქრობთ, რომ რაღაც მომენტში გული დაგწყვიტათ, მოგატყუათ, ან გიღალატეთ. ეხლა ღალატი ისეთი სიტყვაა, ხო? ფართო მასშტაბიანი. მე ვიცი, აი ისეთი ღალატი რა. მიმალოტანი. სუბუქი ღალატი, ხო? ნახოთ, აბა ვინ არის ეს ადამიანი, ჯერ მისი სიგნიფიკატორი წავიკითხოთ. ვინ არის? ენერგიულად დაცლილი, დიდო, რაღაც კანონებზე მოლაპარაკე, რაღაც ავტორიტეტი, თავის საქმეს, ხო, ოჯახი, მორალი. აქ ანუ ამოდის რაღაც დაბრკოლება. მის გრძნობას იკლავს გულში, არადა ამ დროს ანთებულია ცეცხლივით და ის რომ თავის თავს მალავს და ბოლომდე არა, ამ ჟღავნებს და აგერ მთვარე ამოდის დაფარულში როა, ხო? მთვარე ემოცია, მთვარე არის შინაგანი, ის ყველაფერი რაც შიგნით არის, აი ადამიანი არის როგორი, იცი? აი შიგნით, ანუ არ გამოსცემს, ეს მერე ცლის მას ენერგეტიკულად, ხო? რა კარგია, როცა ხარ ღია ადამიანი, ძლიერიც არის თან, რა თქმა უნდა. ანუ ღია ადამიანის უპირატესობა რაშია, რომ შენ ემოციებს აბსოლუტურად გაწერია, ამბობ, ხარ გახსნილი და უფრო მეტად იმუხტები, ხო, ამ დადებითი ენერგიით. აქ ამოდის თვითკმაყოფილი, ანუ რაღაც, ეს ეთყობა მის ფინანსურ სიტუაციებზეა და ყოლია კიდე პარტნიორი ქალი. იმპერატრიცა, ცოლი.
ან ვიღაც პარტნიორი. ნუ ყოველ შემთხვევაში ასე თვლის, მაგრამ ძალიან მაგარი მორალისტი. ეხლა ვნახოთ თქვენთან მიმართებაში თუ ეს დაემთხვა ეს ყველაფერი. აბა რას ფიქრობს, რას გრძნობს და მისი, ასე ვთქვათ, შინაგანი ის რომ მალავს და არ ამბობს. უბრალოდ ის გვაინტერესებს ჩვენ არა. ის ფიქრები და ის გრძნობები, შინაგანი ემოციები. თქვენ ხართ მისთვის სამყარო, ტრანსცენდენტალური სიყვარული, ეს ნიშნავს ის, რომ სამყარო, როცა ახვედრებს ორ ადამიანს, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ სამყაროსგან და ამას, რა თქმა უნდა, ის არ აღიარებს, მალავს, აქ ამოდის, რომ აქტიურია, დადის, მიდის, მოდის, ამოდის, რომ ძალიან გარდობს თქვენზე, გიხსენებთ, ამოდის ასევე, რომ უნდა ძალიან რომ გაერთოს, დატკბეს თქვენით, მაგრამ ეხლა რატომღაც სტაგნაცია, მაგრამ პირველი რაც ამოვიდა, აბსოლუტურად თავს დობა, ანუ ის რომ ძალიან ერთმანეთს უხდებით. სამყაროდან მოდის, ხო? ეს რაღაც ნაცნობობა თუ თქვენი შეხვედრა არ იყო, ასე ვთქვათ, შემთხვევითობა არ არსებობს და აბა თქვენთან მიმართებაში გამოჩნდება, გამოვა, მოგწერთ თუ როგორ წარიმართება ახლო მომავალი თქვენთან მიმართებაში. ნუ თავის ავტორიტარიზმს ართმობს, იმიტომ რომ ყავს ცოლი, მაჩვენებენ. ასევე მოწონხართ თქვენ და მოწონხართ ცოტა ისეთი ნათქვამია, უფრო მეტად აქ გრძნობაზეა საუბარი. არის ხელის შემშლელი ფაქტორი, ან შვილი ყავს, ან არის კიდე ადამიანი, ვის გამოც ეშლება ხელი რომ მოვიდეს თქვენთან. ანუ აქ ფაქტიურად ამოვიდა ორი ქალი. არ ვიცი ხა ეს ქალები ვინ არიან? ნუ რა თქმა უნდა ერთი თქვენ ხართ, აგერ ჩანს. ერთი ეს იმპერატრიცა, ქალბატონი, კანონიერი და თვითონ რომელიც წესკანონებს იცავს. ავტორიტეტი, ასე ვთქვათ, ხო? და მეოჯახე, ნუ ამას უბრალოდ აჩვენებს, ან ესეთი უნდა იყოს მისი იდეალური მამაკაცური რაღაცა ესეთი დოგმა, ხო? და აქ ამოდის რაღაც ერთი პერიოდი. და აბა რა ამოდის? თქვენთან შეხვედრა, თქვენი ნახვა. ნუ რაღაც მორალები აქვს, რაღაც კანონები აქვს, რაღაც ჩარჩოები აქვს, რაღაც პრინციპები აქვს ადამიანს. რა მოდის აბა ერთ პერიოდში? ამბის გაგება კი ბატონო. ანუ ნახეთ, მაცდუნებელი კარტი ამოდის, აქ პირდაპირ არის ინტიმზე საუბარი. ამოდის ის, რომ ძალიან მალე შიკრიკი, ამ შემთხვევაში ნუ შიკრიკი რა ამბავი. თვითონ ამ ადამიანისგან, რომელიც აქტიურებს ერთ პერიოდში, ნუ შეიძლება ერთ დღეში, შეიძლება უფრო მალეც, ამოდის ძალიან დიდი ვნება. უკანონო კავშირი, ანუ თქვენთან ამ ადამიანს უნდა უკანონო კავშირი, ვნება, ინტიმი, თქვენთან უნდა სექსუალური სიახლოვე. მაშინ თქვენ თუ მიიღებთ ასეთ ადამიანს, ნუ თან იცით რა არის გასაკვირი, რომ ორმაგი თამაშით თამაშობს, აი მე ეპისკოპოსი ვარ, ავტორიტეტი ვარ, ესე კანონებით, სარწმუნოების რაღაც იმეებით, დოგმებით საუბრობს და თან ამ დროს განზრახვები და ფიქრები რა აქვს? ნუ კი ბატონო, ნამდვილ სიყვარულზეა საუბარი, წარსული სიყვარული. ხო, რომელმაც ძალიან ასე ვთქვათ, დიდი ტრავმა მიაყენა მას ცხოვრებაში და გაუცივა გული. ანუ სიყვარულზე აქ საუბარი. თუმცა, ერთადერთი ადამიანი ხართ თქვენ, ვინც ასეთ გრძნობით და სიყვარულით. კი ბატონო, აქტიურობა იქნება და ველოდეთ, იმიტომ რომ მოვა პირდაპირ აი ამისთვის, ნახეთ. ეს არის ადამიანი დამოკიდებული, მიჯაჭვული, სექსუალურად აღტყინებული, ავხორცი, რა ვიცი კიდე, ტემპერამენტოს, რა დაუძახო, არ ვიცი. კარგი, და როდის მოხდება ეს შეხვედრა თქვენსა და მას შორის? გაზაფხულია, აყვავებულა მუში, ყვავილებმა გამოყვეს კორტები და ადამიანებს მოაწვათ სისხლი, აუფეთქდათ ძარღვებში. გასაგებია მისი ამბები.
თქვენ ხო გამარჯვებით მოვა რა თქმა უნდა გვირგვინით თავზე ორმაგი თამაში თამაშობს არის ამ შემთხვევაში როგორც სულელი ანუ სულელი რას ნიშნავს რომანტიული ადამიანი მოდის ყვავილით მოდის სიყვარულისთვის დასატკბობად მივდივარ იქ სადაც მივიღეთ სიამოვნებას იმიტომ რომ მე სიამოვნება მინდა მე დავიმსახურე იმიტომ რომ ნახეთ კეისარევით გვირგვინი მიჭირავს მოვიგე ომი გამარჯვებული ვარ აჰა ზელას ავიტყვირის მაგრამ არაფერი გამოუვა იქ იჯდება ის იქ ამოთხრიან სადაც ზის აქ კიდე ორმაგ თამაშს თამაშობს ნახეთ ისიც უნდა ესეც უნდა აქაც მინდა იქაც მინდა კიდე რა გინდა ჩემო კარგო მე ცოტა ანუ ჩემი ბური დამოკიდებულება მაქვს დასტებთან არ გაგიკვირდეთ ჩვენ ესე საუბრობთ და ეხლა მით უმეტეს თქვენთვის ვიღებ ვიდეოს ხო და გამგები გაიგებს ანუ ეგოისტია ეს ადამიანი ნახეთ მე სადაც ვარ იქ უნდა ანათებდეს მზე მე რაც მინდა იმას უნდა ვიღებ სიამოვნება სიტკბოს ხო და ვიყო კმაყოფილი ნახე თვით კმაყოფილობას განიცდის როცა მოდის თქვენთან ხო რო არ კონდეს ხელი შემშლელი ფაქტორი აბა ну ერთადერთი შემიძლია ვთქვა ის რომ ეს ადამიანი მართლა გამოჩნდება აქვს ახლა რეზიუმე გავაკეთოთ და სერიოზულად ვისაუბროთ და ვიმსჯელოთ აქვს დაბრკოლება კი ბატონო მაჩვენებენ რომ კანონიერი ასე ვთქვათ ყავს ხო და თვითონ ძალიან მეოჯახე და ესეთია მაგრამ მოხიბლეთ თქვენ მოხიბლეთ და გადაიქცა სულელად სულელი რა არის ადამიანი რომელიც მიდის და არ იყურება თუმცა აჩერებს აგერ მისი ინტუიცია გაჩერდი უნება ნახე გაჩერდი უნება არა მე მაინც წავალ გადავხტები იქ ანუ ოფსკოლში მიდის რა ერთ ნაბიჯი გიდა აქ რატომ რომ სიამოვნება მიიღოს რომ დატკბეს არ აინტერესებს არც იყურება ქვემოთ ნახე ზემოთ არის ზემოთ იყურება ეხლა მე დავტკბები ეიფორიაში ეს ადამიანი თუმცა ოჯახი ყავს ხო რაღაც მომენტში მოდის გონს და ისე ვიწყებს ანუ ორმაგი თამაში ვახსენ ხო მე მორალის კითხვას მე ოჯახი მყავს ჩემ ოჯახს ვერ მივატოვებ ცოლი მყავს ის მყავს ეს მყავს ჩემი ვალდებულებები მაქვს ხო მაგრამ თქვენ ცეცხლი გაუჩინეთ რას ისავ იფიქრებს კიდე ბევრს კი ბატონო ჯერჯერობით არაპირებს ასვლას კი მოვა აუცილებლად იმიტომ რომ თქვენთან არის როგორც პატარა ბიჭი და რაც თავარია ისევ ამოდის დაფარულად მთვარე ნახეთ იდუმალებით მოცული მთვარე და ეს მთვარე ჩემ საიდუმლოს ხო გულის სიღრმეში მალავს და რა არის ეს საიდუმლო ის ჩემი ბნელი ზრახვები და ფიქრები რომელსაც არ გამოვცემ და შეიძლება ჩემ თავსაც ანუ არ ასე ვთქვათ უტყდები მაგრამ ხო მინდა რა ხო და ძალიან ცხვენია ამის მაგრამ თქვენთან აი ეს რაღაც ბორკილები რო იტყვიან ეხსნება სულ თავისუფლებას და გამარჯვებას პოულობს ეს მხოლოდ თქვენთან ჩემო კარგებო ჯერჯერობით ხოლოს ეს ინფორმაცია მოვიდა არ ვიცი ვინ იყავით რა იყავით ვისთან ხართ როგორ ხართ ენერგოსაინფორმაციო ველი ეს არის დიდი ქსელი ჩემო კარგებო აი როგორც რო იტყვიან ხო ეს კომპიუტერის ქსელი ხო და იქიდან ვიღებ აი ამ ინსტრუმენტით ინფორმაციას და გადმოვცემ თქვენთვის ხო თუ მოგეწონათ დამილაიქეთ თუ რეზონირდა და მომწერეთ რა თქმა უნდა გამიხარდება და ისევ ამოდის ეს ჩვენი იმპერატორი აი თან როგორი იმპერატორი იცი მარტო იმპერატორი არა აქ არის მეოჯახე აქ არის რელიგიური ავტორიტეტი თავის საქმის მცოდნე ადამიანს რომელსაც ეკითხებიან რჩევას ანუ რაღაცას ნუ რელიგიურის მხრივ ვამბობ ხო და რა იცის თან ეს კანონები ხო კარგად იცის კანონები და ესეთი სახე აქვს ამ ადამიანს მაგრამ იქ შიგნით რა არის ამას ვინ გვეტყვის მხოლოდ და მხოლოდ ინსტრუმენტი რომელსაც ქვია ტარო აბა კარგად ჩემო კარგებო წარმატება თქვენ